თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. Belie noci, რა გვაკადრე სოჩი. ჩემთვის ღერი ისე მეжду პროჩი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე, რადიო ძველი ქალაქის ტალღაზე, FM 107.9-ზე. გამარჯობა. რუსული ვერსიით პოსეიდონმა ნისლში გახრია კოლხეთის სანაპირო. არგონავტებმა ნაპირი ვერ დაინახეს და გზაებნათ. და ასე აღმოჩნდნენ სოჭში. მათი ფანტაზია იქამდე წავიდოდა, რომ ბოლოს თურმე იაზონი გადმოდის გემიდან და იქვე პლაჟზე გაჟიმავს ვინმეს. მაგალითად ლავროვს, მაგრამ ვიღაცას უთქვამს, ნამეტანი იქნება არგონავტების დროს ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდით, მათ შორის არც ტყეშიო, უთქვამთ და გაჩერებულად. ასე რომ არ შეგეშინდეთ ქართველო ხალხო, რუსები ოქროს საწმის ვერ წაგვართმევენ, იჯერ კიდევ ბერძნებმა წაგვართვეს და რაც არ გვაქვს, ისედაც რა ჩემ ფეხებს და არა მარტო ფეხებს მოგჭამენ. ახლა რაც შეეხება ნისლს და ღრუბელს, რომელიც მოკრძალებულად გადაგვაფარეს ოკუპირებულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ეს კი ნამდვილად არ მაღიზიანებს. ეს ნისლი ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი რუსებმა, არა მხოლოდ ჩვენთან, აფხაზებთან, ოსებთან და დანარჩენ მსოფლიოსთანაც. მთელი დღეებია მწერენ ჩემი აფხაზი და ოსი კოლეგები. ცალკე გამოყოფა ვერ გაბედა, აგვაღადავა და ნისლი გადაგვაფარაო. ოსებს გზავნილიც კი გაუშვიათ პუტინთან. აიღი ახლა და ეგრუბელი იმ რგოლს გადააფარე, რომელიც ცერემონიალზე არ გაიხსნაო. აფხაზებს უფრო მკაცრადაც უთქვამს, ეგრუბელი ერთ ადგილზე გაიკეთეო. ახლა რაც შეეხება ქართველების განწყობას, რომელიც ოლიმპიადის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა. გულისიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების 80% ნამდვილად არ სურდა ქართველი სპორტსმენები რუსეთში ეხილა. თუმცა ის 20% იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, სხვა გზა აღარ დატოვეს. გამოვიდა კიდეც შერიგების მინისტრი ბატონი ზაქარეიშვილი და თქვა, სოჩში წასვლა არის ცუდი, მაგრამ არ წასვლა უფრო ცუდი. ერთი სიტყვით საქართველოს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის გააკეთა. არადა სხვა ქვეყნები არჩევანს კარგსა და უკეთეს შორის აკეთებენ. რას ვიზამთ? ესე ჩვენი უიღბლო და უბედური სამშობლოს მძიმე ჯვარია. საქართველოს ეპატიებოდა თუ დიდად არ შეწუხდებოდა რუსეთის განაწყენებით. რუსეთი ხომ ისედაც განაწყენებულია. ეხლა კი მათ ვისაც ლიბიდო მოგაწვათ რუსეთის ჰიმნის გაგონებაზე. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი დარჩა ჩვენში, ვისაც ნოსტალგია ღრნის, პიონერთა ყელსახვევი, საბჭოთა კავშირის ჰიმნი, რუსის ქალები და სლავიანსკი ბაზარი, მთელი ეს ენობრივი კეკლუცობანი მე-20 საუკუნეში რუსულად რომ წარიმართებოდა, როგორც ჩანს, მაინც აღზრავს მონატრებას. საბჭოთა წარსულის დაძლევა სხვა არაფერია თუ არა პიროვნული პასუხისგებლობის გააზრება და ავტორიტარული მართვის მეთოდებთან შეუგებლობა. ზოგმა იგი ჭეშმარიტი კომუნისტური წესით ვერ დაივიწყა, ზოგმა სექსუალურ პორნოგრაფიული აღრევით, ზოგმა კიდევ იმ საბჭოთა მაგიური ბაზარით, რომელიც აღარ არსებობს. ჯერჯერობით როგორც ჩანს იქ ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. შეწყვიტეთ ეს კეკლუცობანი, რომელიც 15 მოძმე რესპუბლიკის მულტიკულტურული მოზაიკით არის ნაკარნახევი. მინდა გაწყენინოთ, გული დაგწყვიტოთ და პირდაპირ გითხრათ. გაიღვიძეთ 60-იანელებო, 70-იანელებო, 80-იანელებო და ალაგ 90-იანელებოც. საბჭოთა კავშირი ისტორიის კუთვნილებაა. ვინც ზამთრის ოლიმპიადის გახსნას უყურა, აშკარად გაახსენდებოდა ის კოლექტიური სხეული, რასაც შირაკა მაიასტრანა ქვია. ეს კოლექტიური მეძავი და პროსტიტუტი, რომელმაც ამ დრომდე ვერ დაძლია ბოღმა და შეუგებლობა, რომ იგი უკვე დასრულდა. მე პირადად დაძაბული უყურე ოლიმპიადის გახსნას. სულ მეგონა, რომ რაღაც შეეშლებოდათ. არ დავმალა ვერ ძლიე ჩემს თავში პატარა კაცობას და ჩუმად ვლოცულობდი კიდეც, რომ რაიმე შეშლოდათ. შეეშალათ კიდეც. მომეჩვენა, რომ საზეიმო ცერემონიალს დღესასწაულის შეგრძნება აკლდა. მასში გაერთიანდა ყველა ის თვისება, რაც რუს ხალხს ისტორიულად შეყრია ხოლმე. სოფლიო ივენტს აშკარად ეტყობოდა ევგენი ონეგინის ფლეგმატიზმი, ალექსეი კარენინის ღალატის უტიფრად შევგუება, ჩეხოვის ალუბლის ბაღების უმოწყალო გაჩეხვის ხმა და პეჩორინის უკიდეგანო სევდა. საბოლოოდ ოლიმპიადის გახსნა და შემდგომი მოვლენები ობლონსკების სახლს დაემსგავსა, სადაც ყველაფერი აირია. ეს არის გადაცემა ჯოკერი, მე დათო ლიკლიკაძე. შევხვდებით ერთმანეთს რადიო ძველი ქალაქის ტალღაზე, FM 107.9-ზე. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ
თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.